მოგესალმებით. თია, მადლობა მოწვევისათვის მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ამ თემას მოდი არ შევხედოთ, მხოლოდ ღარიბაშვილმა წერილი დაწერა ამ კონტექსტში. ჩვენ უნდა შევხედოთ ბუნებრივია, უყურეთ როგორ უნდა შევხედოთ სად არის, რა სისტემაშია ქვეყანა, რა სისტემაშია ცხოვრობს ქვეყანას ხელისუფლება და ღარიბაშვილი ხო ამ სისტემის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ხალხო და წლების განმავლობაში ეს იყო ორჯერ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი ერთ-ერთი ამ პარტიის, ხო? და დღეს რას გვეუბნება ეს ადამიანი გვეუბნება რომ მამით მატერორებენო. მამით მატერორებენო გვეუბნება, იქ გვეუბნება სიყალბეებზე და 1000 სისხლის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს. ახლა მე მინდა მივმართო საზოგადოებას და ვინც ამას უყურებს, ხო ყველა როგორ არის მაშინ ხალხის უფლებები დაცული, ხო წარმოგიდგენიათ? თუ ესე ხდება, ხო და რასაც ამბობს არა ეს ადამიანი. ეს ხოთაშორის ღარიბაშვილი რო გეკითხა 2-3 წლის წინ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო და ნუ არ ვიცი, სამართლიანობის კუთხით ნომერ პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ მაშინაც საუბრობდით რა ჯოჯოხეთი იყო ამ ქვეყანაში მოწყობილი და რა ჯოჯოხეთი მოუწყო ოცნებამ ამ ქვეყანას, მაგრამ სისტემა თავის შვილებს ჭამს, სისტემა თავის პირშოებს ჭამს, ეს სისტემა არის, ეს მაფიოზური სისტემა არის შექმნილი, მაგრამ ხალხმა სად იპოვოს აქ სამართალი? სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეუბნება რომ უკვეო, მაშინ მეო რასაც ვაკეთებდიო, გასაგებია ის რო აპრავებდა ბოდიშით ამ ჟარგონზე, მაგრამ დღეს ოჯახის წევრებითო მემუქრებიანო. პარალელურად რა ვხედავთ? აქ რა კორუფცია გამორიცხული ამ შემთხვევაში თუ ის რომ უსამართლობა იყოს და უსამართლობა იყო ორივე თანხმედრაშია, ორივე ხელწერა არის ამ ხელისუფლების, მაგრამ თავარი რა არის უყურეთ ხალხნო რა ხდება ქვეყანაში. გვეუბნებიან რომ ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ორგზის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი დანაშაული აღიარა 5 წლის არის ციხეში. მოცემულობა ვნახოთ რაც ხდება. გვეუბნებიან რომ სუსის უფროსთანო ეკონომიკის მინისტრის მოადგილესო, ყოფილ სუსის უფროსთანო ჩანთებით ხელდამშვენებული მიდიოდა და ქრთამს აძლევდა კაბინეტში და ეს სუსის უფროსი ამ ქრთამს ღებულობდაო და ვინ იყო სუსის უფროსი, ყოფილი სუსის უფროსი უნდა ყოფილიყო თანამდებობრივად მექრთამეობასთან ერთ-ერთი ნომერ პირველი მებრძოლი. ვინ უნდა ყოფილიყო თეა? უნდა ყოფილიყო ქვეყნის უსაფრთხოებაზე ერთ-ერთი ნომერ პირველი მებრძოლი და 6 წლის განმავლობაში თითქმის ეს ადამიანი თურმე ხელშეუხებელი იყო. წარმოგი 6 წლის განმავლობაში რა უბედურება ხდებოდა, ხო? რასაც ესენი საუბრობენ, სულ უბედურება ხდება ამათ. ლევან, მან კიდევ საინტერესო ის არის, ტრანსნაციონალურ დანაშაულს შადიოდა და არც ერთი კოლცენტრი ჩვენ დახურული არ გვინახავს. რა ხდება? პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ვინ არის? ახლა გვეუბნებიან რომ ჯარსო, ძარცვავდა თავდაცვის მინისტრიო. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? ვინ აირჩია ეს ადამიანები? პარლამენტში ვინ მიცა ხმა? ვინ ჩვენ რომ საუბრობდით სავარაუდო კორუფციაზე, დანაშაულებზე და ასე შემდეგ გამოძიების დაწყებას პირადად მომითხოვია სხვა საკითხებზე და ჩვენ პარტიას მოუთხოვია ლელო ძლიერ საქართველოს. მაშინ საუბრობდნენ რომ ეს ტყუილია და პროვოკაციული არისო. ამაზე ვინ საუბრობდა? მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ყველა დაკავებული. გამოდის რომ მექრთამეობაში და კორუფციაში ჩააღჩო ოცნებამ ეს ქვეყანა, ხო? ხო წარმოგიდგენიათ რა ჭაობი არის. პარალელურად რა ხდება ქვეყანაში? პარალელურად ხდება ის, თია რომ ქვეყნიდან ხალხი გარბის. ეს ხო ეს არის ამ შემთხვევაში. პარალელურად ხალხი ქვეყნიდან გარბის. პარალელურად ხდება რომ 22000 ბოლო 5 წლის განმავლობაში 22717-მა ბავშვმა შეწყვიტა საქართველოში სწავლა. მშობლებმა შეაწყვეტინეს, მოკიდეს შვილებს ხელი და წაიყვანეს საზღვარგარეთ. მომავალმა 22727-მა მომავალმა დატოვა საქართველო. ხო წარმოგიდგენთ? პარალელურად ხდება ის რომ აი აგერ არის სტატისტიკა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ აჯობა შობადობას. რატომ ხდება? იმიტომ რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, წავიდა იცლება საქართველო. აი ეს არის ეს მეორე რეალობა, უბედური რეალობა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ხო? ანუ სიკვდილი გაამეფეს თეა ქვეყანაში. აი ეს უმძიმე სიტუაცია. პარალელურად ხდება ის, რომ აი მაგალითისათვის 2024 წლის აღწერა, ეს ოფიციალური მონაცემებია, საქართველოში სულ არის 3617 სოფელი. ახლა მიაღწიეთ ყურადღება. აქედან 200 სოფელი უკვე დაუსახლებელია. არც ერთ სოფელს რა ქვია, ერთი ადამიანი მუდმივად ცხოვრობს, 40 სოფელში. ხო წარმოგიდგენიათ? 2 მოსახლე ცხოვრობს 42 სოფელში. 3 მოსახლე 31 სოფელში. აი განადგურების პირასა უკვე ეს ყველაფერი მისულ. 278 სოფელში 10 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს. აი ეს არის კატასტროფა, ეს არის ერისთვის გენოციდის მოწყობა, ესენი რასაც აკეთები. პარალელურად ხდებათ რომ მექრთამეობაზე თეაფ საუბრობდით, ხო და ლარი და 70 მოღონ კვებითი წილი აქედან არის ძალიან ნაკლები. სადღაც ლარი და 20, ლარი და 30 თითოს ერთსულ ადამიანზე დედაქალაქში გამოყოფილია და ეუბნებიან რომ უფასო სასადილოში იკვებო. ეს არის ხალხო ნახევარი ხინკალად გაძეხითო, აი ჭამეთო, გადაიტანეთო, რაც გინდათ დაარქვით.
რა ტერმინიც გინდათ გამოიყენეთ, ეუბნებიან ამ ადამიანებს. ნახევარი ხინკალი იკმარეთო. ამაშიც კი კორუფციაა. აქაც კი თათი და სოციალურად დაუცველების სიის და რო ეუბნებიან კალაძეს და მერიას და სხვას, ჩვენი პასუხისგებლობა არ არის. არა, ამათ პასუხისგებლობა არაფერი არ არის, კაცო, თურმე. ამათ პასუხისგებლობაში არაფერი არ შედის. ახლა მეორე საკითხი. ამათი ხელფასები რამდენია? 12, 14, 16,000 ლარი. ხო წარმოგიდგენიათ სად არიან გასული პარლამენტის წევრების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების, პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასობაში მოდი ვნახოთ. ომის მონაწილე სამშობლოში და ვეტერანს აქვს ჩვენ გმირებს. ვეტერნებს აქვს 100 ლარიანი დახმარება. აი ამასობაში რეალობაში რა ხდება კიდე. მეორე სამაჩაბლოდან დევნილებს შემწეობა და აფხაზეთიდან დევნილებს შემწეობა აქვს 45 ლარი ხალხო. 45 ლარი. მეორე შემთხვევაში რა ხდება პენსიასთან დაკავშირებით? პენსია უმაღლესი პენსია არის 495 ლარი. ამათ კი აქვს 1000-ები და 10000-ები ადვილად ხელს ღილაკს მიაჭერენ და ადვილად იზრდიან ხელფასებს და პენსიებს. აი ეს მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში. აი ეს მოგვიტანა. აი მაგალითისათვის ყოველდღიურად ჩვენი პარტიის წევრები, ლიდერები დავდივართ სოფლებში, დავდივართ მოსახლეობასთან შეხვედრა გვაქვს. აი გუშინ მაგალითისათვის თაზო დათუნაშვილი, ლანა გალდავა ჩვენი პარტიის ლიდერები წალკაში იყვნენ, სხვადასხვა რაიონებში იყვნენ და დავდივართ. უნდა ნახოთ ხალხო, რა უმძიმესი სიტუაცია. ხალხი საუბრობს უკვე რომ სახლი დაიკეტა, მეზობლის არ იქნება. ცოტა ხანში ვიტყვით რომ სოფლები დაიკეტაო. ესეთი უმძიმესი სიტუაცია. აი ეს ღარიბაშვილს მინდა დაუბრუნდეთ ისევ. რატომ დავასრულებ? აი ეს არის კატასტროფა. აი ეს სოფლების მაჩვენებელი კატასტროფა. აი ეს სტატისტიკა რომ სიკვდილიანობამ გაუსწრო, რატო ხდება? იმიტომ რომ წავიდა. კვალიფიციური მუშახელი ქვეყანაში არ არის გარბის. ეკონომიკური დოვლათის შემტანი ადამიანი რომელმაც უნდა შეიტანოს, აი აგერ არის მაგალითისათვის მაგალითი რომ ეკონომიკური დოვლათი ვინც უნდა შეიტანოს ამ შემთხვევაში ქვეყანაში და უნდა შექმნას ეკონომიკური დოვლათი, მათი წილი შემცირებულია. ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ და არიან აქტიური მოსახლეობა, დაახლოებით 7%-ით შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში. ქვეყანა იცლება, მუშახელი გარბის, ადამიანებს დოვლათი რო შეუძლიათ შექმნან, ისინი წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ესენი გვეუბნებიან მშვიდობაო. ეს არის ხალხო მშვიდობა? ეს არის უბედურება. მშვიდობის სახელით შეფუთული უბედურება რაც მოუტანეს ქვეყანას. აუცილებლად სხვა მაგალითებზე ვისაუბროთ, ლევან და კორუფცია არაო გეტყვიან. აი ახლა გამომენ და გეტყვიან ქვეყანაში კორუფცია არაო. ისე მოიქცევიან, თეა, უყურეთ, ისე მოიქცევიან. თითქოს ბოლო წელიწად ნახევარია, ხელით და 2 წელიწადია ხელისუფლებაში არიან. და გვეუბნებიან, რომ ზოგი 10 წელი, 6 წელი, 7 წელი თუ 8 წელი რო იყვნენ ხელისუფლებაში თუ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათი ხელისუფლების, მათი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, პრობლემა თვითონ გვითხრეს, ქვეყანა გადახრესო. ოქროზოდები სახლიდან ამოუღეთო, გვეუბნებიან. და ამაზე პასუხისგებელი ვინაა? ეს ხო ნაწილია აისბერგის წვერიც არა, თითქმისაც ცოტა. ქვევით ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება? ეს დაჭირდათ ახლა და კლანები ერთმანეთს ებრძვიან. ეს კლანების შერზოლა რომ არის, ღარიბაშვილმაც გვითხრა. აი ეს არის. ღარიბაშვილმაც გვითხრა. იმიტომ რომ ის დინარაძეს ხელს ადევს. რატომ გახდა ეს ყველაფერი საჯარო ახლა? მაშინ როცა ამ კაცს თვითონ ქონდა აღიარებული. მართალია ახლა უკან მიაქვს ეს თავისი აღიარება და ამბობს რომ არაკაცურ მახეში შემითრიესო, მაგრამ ვხედავთ რომ ამ ბოლო დროს რაღაც ხდება მის ოჯახში. ღარიბაშვილი აღმოჩნდა საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ. მის ოჯახში ასევე დატრიალდა ტრაგედია, იცით ალბათ ყველა მამის შესახებ. მან დაიწყო საჯაროდ ლაპარაკი, ამბობს რომ მამის დაჭერით ემუქრებიან, რატომ? მან ხომ აღიარა ყველაფერი. რითი შეიძლება ეს დასრულდეს, იმიტომ რომ გამოითქვა არაერთი ვერსია მათ შორის იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლის შემდეგი მოქმედებაა ეს ყველაფერი და ეს შეიძლება ეს მოქმედება კობახიძის თავის გაგორებით პოლიტიკური სიკვდილით დასრულდეს. უკავშირებთ თუ არა თქვენ ივანიშვილის მორიუქ ტრიუქს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ფაქტია რომ დიქტატურას არ ახასიათებს ხანგრძლივად ერთი რომელიმე გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია. შეიძლება იყოს თუ არა ეს მდინარაძე კობახიძის ერის დასასრული და ამაში იყენებდეს მაგალითად ირმა ინაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილი. აქ ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ შესაკრებთა გადანაცვლებით ეს გასაგებია. დავასრულოთ თუ შეიძლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ვიცით რა არის იცვლება, ეს არის სისტემა. ამ სისტემაში შიგნით რა ხდება, ვინ ვის უპირისპირდება. მე წინასწარ ამ შემთხვევაში არც ექსპერტი ვარ ამასთან დაკავშირებით. მე ვარ პოლიტიკოსი, მე მინდა ქვეყანას აუხსნა. ანუ ვერ დავიწყებ. თქვენ პოლიტიკოსი ხართ გამოცდილებით, დიდი და მდიდარი გამოცდილებით, პოლიტიკურ ნიუანსებში, კარგად გარკვეული და თან სამართლებრივადაც მაინტერესებს ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილის ამ წერილებზე საქმე უნდა აღძროს. ეს მეორე კითხვა და მივალთ ამასთან დაკავშირებით. ამით აქედან გამომდინარე მთავარი რა არის? ბოროტი სისტემაა ქვეყანაში შექმნილი. ეს სისტემა პოლიტიკურად ვის გაუშვებს, ვის მოინელებს, ვის გადაამუშავებს, ვის ახლად მოიყვანს, ვის წინ წამოწევს, ვის უკან წაწევს. თავარი არის რა?
და რაც თქვენც თქვით და ყველა ვამბობ. თავარი არის ქვეყანაში რა ხდება. რა უბედურება მოუტანა და სისტემა არის, რომელიც სისტემა ამ ყველაფერს ამუშავებს. აგერ ხო ხედავ ღარიბაშვილს, რა ღარიბაშვილი გვეუბნება. ადამიანი, რომელიც ხელს იქნებდა, ადამიანი, რომელიც ხელს იქნებდა თელს საზოგადოებას და ნუ რა ვიცი, როგორი მუქარები და როგორი სიტუაცია, მაგრამ ახლა უყურე რა ხდება. თუ ვინმეს მიმართ, აქ არ არის საუბარი. იმას ცალკე დანაშაული თუ აქ ვისაც არ უნდა იყოს. იმის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ეს ცალსახა საკითხია, მაგრამ აქ თქვენ თუ მესაუბრებით რომ და საუბრობთ სამართლებრივად, სუფთა სამართლებრივად, ბუნებრივია ხა ღარიბაშვილმა რაც თქვა, აქ მუქარასთან დაკავშირებით და იძულებასთან დაკავშირებით და ის კომპონენტები რაც ჩამოთვალა, როგორც მინიმუმ გამოძიების დაწყების საფუძველია, მაგრამ და მრავალი წერტილი უკვე უპასუხეს. უკვე მონათლეს და უთხრეს რომ ეს არასწორია, სისულელეს საუბრობო, ისე როგორც თვითონ საუბრობდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, როდესაც სასამართლოს დატრიალდა ახლა მის შიდა მაფიოზური კლანური გარჩევებია. ეს ხდება. რა ვერ გაიყვეს, რა ვერ გაარჩიეს? არ ვიცი, ხურეთ რა არის, რა ვერ გაიყვეს. როდესაც უდიდეს მექრთამეობაზეა ქვეყანაში საუბარი. ამას უკვე მე და თქვენ ხო არ საუბრობთ. საუბრობს თვითონ ხელისუფლება, თვითონ გვეუბნებიან რომ ოქროს ზოდები ამოდის, ვინმეს ვიღაცის სახლიდან, თვითონ საუბრობს რომ ჩანთებით ხელდა დამშვენებული მიდიოდა ადამიანი. ხო წარმოგიდგენიათ რა? უმაღლესი ერთ-ერთი თანამდებობის პირი ქვეყნის ყოფილ უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, რომელიც თითქმის 6 წლის განმავლობაში იყო, ჩანთებით ხელდამშვენებული დატვირთული მიდიოდა და ჩანთებით გადაცემდა ქრთამსო გვეუბნებიან, მე უდანაშაულობის პრეზუმპციას, ბუნებრივია, არავისაც არ ვაყობა. ესენი გვეუბნებიან რომ ჩანთებით ქრთამს ისო ჩანთებს ღებულობდაო. მე გვეუბნებიან რომ თურმე ამ წლების განმავლობაში ამათო შვიდობა მოგვიტანეს ქვეყანაში. რა შვიდობა მოგვიტანეთ? როგორ მოგვიტანეთ? ხალხი გაიქცა, შიმშილია ქვეყანაში, ბავშვები ქვეყნიდან გარბიან, სიკვდილიანობამ ახალ სიცოცხლეს აჯობა, რა ქვია, პენსია რა სიტუაციაშია ნახეთ, თქვენ თვითონ 10.000-ები დაინიშნეთ ხელფასები და აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ რომ რა ქვია, ყველაფერი კარგად არის და ეს არის მშვიდობა? ეს მოიტანეს ამათმა? ეს არ არის მშვიდობა. ეს არ არის მშვიდობა, ხალხო, ეს როგორ შეიძლება მშვიდობა იყოს? ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მაგრამ ამას ჭირდება გამოძიება და დარწმუნებული ვარ, მოვა ერთ დროს დრო, რომ ამ ყველაფერს საკუთარი თავისი სახელი დაერქმევა. აი ეს არის უმთავრესი და უნდა დაერქვას. ობიექტური და სამართლიანი სასამართლოზე გამოძიების პირობებში ბუნებრივია. მე მინდა ასევე გკითხოთ, ის რომ ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად ადამიანის უფლებრივი დაცვის თვალსაზრისით ეს ერთია, მაგრამ უსაფრთხოება, რომელზეც როგორც ქართული ოცნება ამბობს, თვითონ დგას, იმიტომ რომ ის არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ დაწყებულა. ახლა თვითონ საუბრობენ გეორგიევსკის ტრაქტატზე, თვითონ გაუხსნეს კარი რუსებს და პარალელურად დაიწყეს რუსოფობიის დასაცავი კამპანია. ამას ეხმაურება მარია ზახაროვა მოსკოვიდან, რომელიც ვიცით, რომ ლავროვის უწყების, რუსეთის საგარეო უწყების მთავარი მოლაპარაკე თავი არის. მართალია დღეს საქართველოს პარლამენტში დე-ფაქტო დეპუტატებმა უთხრეს, რომ არ ვიცით ვინ არის ზახაროვა, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ აი ეს თანხwebdriver ზახაროვა რუსოფობიას რომ იცავს საქართველოში და ყობახიძეც ზახაროვას მსგავსად რუსოფობიას რომ იცავს ჩვენგან. ერთმანეთს რომ ეთხოვა, ამიტომ მოუნდათ ზახაროვას იგნორირება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? უსაფრთხოება რა მდგომარეობაშია, როცა 20,000 რუსი შემოდის ერთ დღეში ქვეყანაში. როცა უკვე სუსმეც კი აღიარა, რომ სწორედ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოდის მკვლელი ნარკოტიკები ქვეყანაში. და ცოტა ხნის წინ გავიგეთ ინფორმაცია ამის შესახებ. ძალიან ისეთი თემაა, რასაც ახლა ბოლოს შეეხეთ ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, არ შემიძლია ამასთან დაკავშირებითაც არ გავაკეთო კომენტარი. პირველ რიგში თეა, რასაც თქვენ საუბრობთ, ხო თქვენ ძალიან გამოცდილი ჟურნალისტი ხართ, რასაც აშუქებთ, ანალიზს უკეთებთ და თეა, რამდენჯერ გინახავთ, რომ მარტივად თქვა, რამდენჯერ გვინახავს და რამდენჯერ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, რომ თანხwebdriverში ყოფილიყოს რუსეთის ხელისუფლების და
ქართული ხელისუფლების ქართული ოცნების და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები თანხმედრაში და რამდენჯერ ყოფილა ნათქვამი რომ ის რას ამბობს ჩვენაშუაშია ჩვენსავს ლაპარაკობ და ასე შემდეგ. საბოლოოდ ხო ესენი იმართებიან ჩვეულებრივად ესენი არის რუსული კურსის გამტარებელი მამათი მიმართულება ეს არის ამას საუბრობთ დიდი ხანია საქართველოში არანაირი ფობიები არ არსებობს მაგრამ ამაზე საუბრის დაწყებაც კი ამასთან დაკავშირებით ვის ინტერესებში შედის ხალხო ვის ინტერესებში შედის თუ არა რუსეთის ინტერესებში ასხამს თუ არა რუსულ წისქვილზე ეს ყველაფერი წყალს აი ამაზე არის საუბარი არანაირად ფობია ქართველებს არა და არც ქონია და არც ექნება და მიმღებლობა რომ აქ საქართველოს და ქართველ ხალხს ისეთი უნდა ერების მიმართ და ტოლერანტობა ამას ჩვენ ვერავინ რო გასწავლეს და ნუ ახლა არ წავიდეთ თუ უნდა წავიდეთ საუკუნეების წინ როგორ იყო და რანაირად იყო რომ ერთ ტერიტორიაზე და ერთ მონაკვეთზე ეკლესიაც იყო სინაგოგაც იყოს და არის ახლაც და იქნება მუდამ და ამ შემთხვევაში მეჩეთიც არის ხო ამასთან დაკავშირებით ამაზე საუბარი ეს არის ხელოვნური თემა მეორე საკითხი არის და მეორე არის მთავარი აი ნარკოტიკების თემა მე არ ვიცი პირდაპირ გეტყვით საიდან როგორ რანაირად შემოდის თუ რა არის მაგრამ ერთი ვიცითია რომ ჩვენი ახალგაზრდების გენოციდია ეს და მეტი არაფერი გენოციდია ეს და მეტი არაფერი ამას ჭირდება კომპლექსური ზომები ხალხო ამას ჭირდება დაუნდობელი ბრძოლა გამსაღებლებთან, დამამზადებლებთან, თუ ვინც ჯანდაბა არიან იმათთან ყველასთან, ვინც აი ამ მკვლელობას ამზადებს. ეს არის მკვლელობის დამზადება და მკვლელობის გასაღება. მეორე საკითხია ავადმყოფები, დამოკიდებულები, ნარკოდამოკიდებულებები, ხო? ამასთან დაკავშირებით ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულია, ბუნებრივია, იმას ჭირდება მკურნალობა. იმას მკურნალობა ჭირდება, იმას კომპლექსური მიდგომა ჭირდება, რომ არ იყოს მსგავსი სიტუაცია. ამას ჭირდება სკოლებში საგანმანათლებლო. იმდენად დიდი თემაა. დიდი თემა და დავასრულოთ. არ მინდა შევიდეთ. არა, დავასრულოთ, რომ მტკივნეულია ეს თემა. ზვიაცეცხლის წერილს. აუცილებლად ერთი წუთი და მტკივნეულია. ამას ჭირდება საგანმანათლებლო საქმიანობა, კომპლექსური მიდგომა ჭირდება. ექსპერტები ბავშვებთან, მოზარდობიდან, პატარაობიდან უნდა საუბრობდნენ ამასთან დაკავშირებით, რომ ხალხი წავიდა 22727 ბავშვი ქვეყანა დატოვა. აქ ვინც არის დარჩენილი ამათთან დაკავშირებითაც თუ ზედმეტად ყურადღებიანი არ ვიქენი და არ მოუხდები უბედურება ხდება 22700-მა ბავშვმა თავისი ოჯახებით ხო ბავშვი არა ბუნებრივია მარტო ხო არ წავა ბავშვი არიან ხო აიყარნენ და გადავიდნენ საქართველოსდან საცხოვრებლად მიატოვეს სკოლა მიატოვეს ყველაფერი და ოჯახებმა დაცალეს თავისი ადგილსამყოფელი სამაგიეროდ რუსები εν რაოდენობით შემოდიან საქართველოში გაათანაბრეს თითქმის მალე გაგვისწრებენ ალბათ იმდენი ზვიაცთან დაკავშირებით ქალაქები აქვთ მიტაცებული ბიზნესები აქვთ უკვე აქ გაკეთებული ცხოვრობენ ბედნიერად და პარალელურად პროვოკაციებსაც არ გვაკლებენ ხო ზვიათთან დაკავშირებით მკითხე და აუცილებლად უნდა გავაკეთო განცხადება და კომენტარი ამასთან დაკავშირებით ზვიათ ცეცხლაძის მიერ გაკეთებული განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს იქ მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით, რასაც ზვიად ცეცხლაძე აღწერს და ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს ფიქრობ გამოძიება. ეს არის ჩემი ამ შემთხვევაში პირველი შეფასება ამასთან დაკავშირებით. მეორე და მთავარი სასწრაფოდ სახალხო დამცველმა, რომელსაც შეუზღუდავი უფლება აქვს მოინახულოს მონიტორინგი გააკეთოს, შეამოწმოს დაწესებულება, მსგავსი რამ აუცილებლად უნდა გააკეთეს. და თავარი რა არის? მე არ მისმენია სიმართლე გითხრა, სპეციფიურად დაწესებულება თუ დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა. არ იყო ვრცელი განცხადება? ხო, არის, განცხადება გააკეთა. ცრუობს ყველაფერზე შეიძლება ითქვა. ახლა მარტივი არის. ზვიად ცეცხლაძე აღწერს, რომ 4 კაციან კამერაშიო, ზედმეტობით ავართო და ზედმეტობით ვიყავით. მარტივია უნდა დაეცეს კითხვა. ხდება თუ არა ესე? იყო თუ არა ნამდვილად ესე? და თუ ეს ასეა, რატომ რისთვის შეყავთ 4 კაციან კამერაში, სადაც 4 კაცია მოთავსებული ზედმეტ. ციხეები აქ 4-იანში იყვნენ 5, აქამდეც ახლაც 5 არიან, შეიყვანეს მე-6-ე. მაგას ვთქვი, ციხეები კამერის ნაცვლად საავადმყოფოში გადასაყვანეს. მაგაზია საუბარი, ციხეებია გადაჭედილი? ხალხი არ ეტევა? ამაზეა საუბარი. არა ადამიანური და არა სათანადო მოპყრობა და თუნდაც წამებასთან გათანაბრებული, ნუ რაც უკვე ეგ ზუსტი შეფასებები შემდეგ უნდა მიეცეს ყველაფერს, როდესაც ობიექტური საერთო გამოძიება ჩატარდება, მარტო ის არ არის, რომ ადამიანს ურტყა ამ შემთხვევაში. ეს არის მოპყრობა და მოპყრობით ქმედება.
თუ რაში გამოიხატება. აქ ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ყოველ მიზეზს გარეშე სახალხო დამცველმა უნდა შევიდეს, უნდა შეატაროს მონიტორინგი, უნდა თქვას, რა მდგომარეობაშია ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ ყოფი. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ არის, რომ მას დამოუკიდებლად იმ წერილში აღწერილი და აქ არ მოვყვები დეტალურად და ყველამ კარგად ვნახავთ, ხო? ახლა ქმედებების განხორციელება არ შეუძლია. ესე იგი ამ ადამიანს რა მძიმე მდგომარეობაში ამყოფებენ თუ ეს ასეა, ხო? უნდა თქვა სახალხო დამცველმა, არის თუ არა ეს ადამიანი ესე მდგომარეობაში, თუ არის, რატო იქნა შესახლებული ამ კამერაში, სადაც სპეციალური საჭიროებები ამ შემთხვევაში მისი არ იყო გათვალისწინებული, რა სიხშირით შედიოდა ექიმი, რა სიხშირით შექონდა სპეციალური ამ შემთხვევაში გადასაადგილებელი თუ საჭირო ნივთები და შესაბამისი აღჭურვილობა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით კამერები არსებობს ბოლო-ბოლო. კამერების ჩანაწერის ამოღებას ყველაფერი უნდა ინახოს. ყველაფერი უნდა ინახოს. ნახეთ სანამდე მივედით. თუ საუბრობთ და ვიცით ყველამ რა სიტუაცია იყო, ხო? ციხეებში წინა ხელისუფლების დროს. მაშინაც ადვოკატი ვიყავი და მაშინ ერთ-ერთი პირველი ვიყავი თუ ყველა ერთად ვინც ვიყავით და ვინც ვიბრძოდით ვაპროტესტებდით იმ უბედურებას მაშინ რაც ხდებოდა, ხო? აქ რა ხდება, იცი? ვინც მაშინ პარლამენტმა თეა ასობით თუ აზე მეტი პოლიტპატიმარი აღიარა თუ არ ვცდები. სად არის იმ პოლიტპატიმრების შემქმნელები, პროკურორები, მოსამართლეები, ვინც ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია? სად არის ეს ადამიანები? ვინმე სისხლისამართლებრივი დემნის ქვეშ გაატარეს? ვინმე ბრალი წარუდგინეს? შემთხვევით ეს ადამიანები ისევ ამ ხელისუფლებაში შესაბამის თანამდებობებზე დაწინაურებული ან იგივე თანამდებობებზე ხო არ არიან. ეს არის იმ დაუსჯელობის სინდრომი. ეს არის რა იცით, კობახიძემ რაც გითხრა, მაშინ ცუდ საქმეს თუ აკეთებენ, ახლა ჩემთან კარგს გააკეთებენ. აი ეს არის გამოყენება, სისტემა სჭირდება და იყენებს. ანუ რა აზია საუბარი. როდესაც ქვეყანაში დაუსჯელობაა, ამ დაუსჯელობის შემთხვევაში ეს ხდება, ანუ რა არის თავარი? თავარი არის სამართლიანობა და სამართლის ზეიმი. დაზარალებულმა უნდა ნახოს, საზოგადოებამ უნდა ნახოს ყოველთვის, რომ როდესაც ადამიანი და ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი, როდესაც ამის გამომჟღავნება ხდება, მისი ჩამდენი უნდა იქნას შესაბამისად დაჯილდა, როცა ეს არ ხდება, იმ ადამიანებს, ვინც ამას ჩადის, მათ დაუსჯელობის სინდრომი აქვთ. და ისინი გრძნობენ, რომ მათ მოსულა ახალ სისტემაში, სხვა სისტემაში და ხედავთ თუ რა სიტუაციაც არის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლევან, ძალიან საინტერესოა. თქვენ თვითონ თქვენს დასაცავ პირებს თუ ისევ საადვოკატო პრაქტიკაში ხართ, თუ ქონიათ აქტიურად არა მაქვს ესეთი ამ შემთხვევაში ხშირი საადვოკატო პრაქტიკა, მაგრამ ნუ ზოგადად რო რაზეც არის საუბარი, პირველ რიგში ამ შემთხვევაში აქ მარტივი ტესტი არის და დავასრულოთ თქვენ ძვირფას დროს თიც არ წავიღებ, სახალხო დამცველმა უნდა გითხრას და უნდა მას შეუძლია ნახოს ჩანაწერები, უნდა გითხრას 6 კაციან კამერაში 4 კაციანში 6 კაცი იყო თუ არა, ეს ადამიანი იყო თუ არა სპეციალური საჭიროებების ამ შემთხვევაში საჭიროებდა თუ არა სპეციალურ დახმარებას, თუ დახმარებას საჭიროებდა, რატო შეასახლეს, თუ შეასახლეს, მიცეს თუ არა შესაბამისი დახმარება, ექიმი რამდენხანში ერთხელ ნახულობდა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე მარტივად შესაძლებელია. და ასევე საუბარია განათლების უფლებაზე, რომელსაც ყველაფერზეა საუბარი, იმიტომ თქვი, რომ აქ ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთად ეს შესაბამისობაში უნდა იქნას განხილული. კი ბატონო. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გადაცემა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარ